გამარჯობა, მოგესალმებით ძვირფასო მშვილდოსნებო. ნახოთ როგორ იქნება თქვენთვის 25 წელი. დავიწყოთ ფინანსებით. სასიყვარულო, ნახოთ სასიყვარულო სფერო, ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა. თქვენ შესაძლებელია ბრძანდებით საკმაოდ კარგი მატერიალური მდგომარეობას მქონე ადამიანი, ცხოვრობთ კომფორტულად, ხარისხიანად. მშვენიერია, ეს რასაკვირველია მშვენიერი, ან შესაძლებელია თქვენთვის ეს წელი იყოს ძალიან ნაყოფიერი, თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღოს. თუმცა მაინც არ იქნება ეს ემოციურად მარტივი წელი, მოგიწევთ ესეთი გადაწყვეტილებების მიღება და კარგი იქნება ასეთ გადაწყვეტილებებს თუ მიიღებთ, რომ დატოვოთ რაღაც წარსულში, რაღაც მოიტოვოთ უკან და გათავისუფლებული რაღაც სიმძიმე ჩამოხსნილი წახვიდეთ წინ, წახვიდეთ სიახლისკენ, წახვიდეთ ახალ გზაზე და ისწავლოთ იმისგან განთავისუფლება, რაც უკვე თქვენთვის სიკეთის მომტანი აღარ არის, უნდა ისწავლოთ, უნდა იპოვოთ გათავისუფლების გზა ასევე თქვენთვის მისაღები და კომფორტული მეთოდი. ეს შეიძლება იყოს ვიღაც ადამიანთან საუბარი, თქვენი შეგრძნებების და ემოციების გაზიარება. ეს შეიძლება იყოს რაღაცა თქვენთვის მისაღები რუტინა, ჩვევა, ქცევა, არ ვიცი, ყოველდილით ლოცვა ან დილით სირბილი ან ძილის წინ რაღაცა აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ რაღაცა ზედმეტისგან ემოციურად დაიცალოთ და განთავისუფლდეთ. თქვენთვის როგორც გითხარით, ფინანსურად და მატერიალურად კარგი წელი იქნება, თუმცა საკმაოდ დაკავებული იქნებით, ძალიან ბევრი საქმე გექნებათ და ერთდროულად ჩართული იქნებით ძალიან ბევრ პროექტებში და აქაც მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თავს კითხოთ, რამდენად აუცილებელია და საჭიროა, რომ აი ეს ყველა საქმე თქვენ თავად აკეთოთ, იქნებ იყოს გზა და საშუალება, რომ მოახდინოთ აი ამ საქმეების და პასუხისმგებლობების დელეგირება, გადანაწილება, იქნებ რაღაცა უბრალოდ უნდა მოიშოროთ, როგორც უკვე გითხარით და წარსულში უნდა დატოვოთ და აღარ არის საჭირო აი ამ პროექტში იყოთ ჩართული, ეს საქმე აკეთოთ, აი რაღაცა აი ამ კუთხით უნდა დაფიქრდეთ ამ წელს, იმიტომ რომ როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი საქმე გაქვთ, ბევრი გიკეთებიათ და ეს წელი ძალიან დატვირთული იქნება ფიზიკურად და ემოციურადაც თქვენთვის და ამიტომ უნდა ისწავლოთ ისეთი რაღაც ზედმეტი სიმძიმეების, ზედმეტი ვალდებულებების და პასუხისმგებლობების მოშორება, გაშვება იმისთვის, რომ ზედმეტად არ გადაიხალოთ და არ გადაიწვათ და შეძლოთ თქვენი გამომუშავებული მატერიალური კეთილდღეობით დატკბობა და აი ამ სიკეთეების მიღება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ იქნება რაღაც გამოწვევები, სირთულეები. იფიქრებთ, რომ გამოსავალი არ არის, ისეთი გამოწვევები გაქვთ, მაგრამ რეალურად ეს იქნება მხოლოდ თქვენი შეგრძნება და მხოლოდ თქვენი წარმოსახვა, ანუ რეალურად იქნება გამოწვევები, მაგრამ უფრო მეტად გააზვიადებთ, ვიდრე ეს რეალურად იქნება. ასეთ დროს თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელია გამოჩნდეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იქნება თქვენთვის კარგი მაგალითი იმისა, რომ როგორ შეიძლება გადაერთოთ სხვა საქმეზე, როგორ შეიძლება იგივე საქმე დაგეხმაროთ იმაში, რომ აი ამისგან განთავისუფლეთ, ესე არ გააზვიადოთ მოვლენები და ფაქტები არ გააზვიადოთ და ეს ადამიანი ან რაღაც გარემოება, ეს უფრო საქმიანი გარემოება მოგცემთ ამის მუხტს და საშუალებას, რომ აი ამ თქვენი პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამოსავალი იპოვოთ და ცოტა უფრო ახლებურად, ახალგაზრდულად, ახალი სულით შეხედოთ საქმეს, შეხედოთ მდგომარეობას, უბრალოდ ეს პირადს ეხება. და თუ ასე მოიქცევით, ძალიან სასიკეთოდ დამთავრდება რაღაც ჩანაფიქრი თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული. ძალიან კმაყოფილი იქნებით, ძალიან ბედნიერი იქნებით და იგრძნობთ სამყაროს წყალობას და იფიქრებთ, რომ თქვენი ნატრო, თქვენი სურვილი რაღაც კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და ძალიან დადებითად დასრულდა. შესაძლებელია თქვენ ძალიან დიდი ხანი გინდოდათ და გსურდათ
ბავშვის ყოლა და ეს იყო თქვენთვის ერთგვარი გამოწვევა, რომელიც გქონდათ პირად ცხოვრებაში და შესაძლებელია ეს თემა ძალიან სასიკეთოდ მოგვარდეს თქვენთვის და შეგეძინოთ შვილი, ბიჭი, შეიძლება უმრავლესობას ბიჭის კი შეეძინოს, ვინც ახლა გაშლას უყურებს. შესაძლებელია ან უბრალოდ ხართ ასე ვთქვათ ორსულად, ეხლა როდესაც ამ გაშლას უყურებთ, შესაძლებელი იყოს ცოტა რთული ორსულობა, რაღაც ტოქსიკოსი პრობლემები, გამოწვევები და ძალიან სასიკეთოდ დასრულდება ეს ეტაპი თქვენთვის რაღაცა, რაც თქვენთვის იყო მნიშვნელოვანი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, ძალიან სასიამოვნოდ, ძალიან სასიკეთოდ თქვენთვის სასიკეთოდ დასრულდება და ძალიან კმაყოფილი იქნებით შედეგით. და ამ შედეგში იგრძნობთ სამყაროსეულ წყალობას, მხარდაჭერას და ძალიან ბედნიერებით აღივსებით. როგორც უკვე გითხარით, ზოგად ფონს რაც შეეხება, მატერიალური სიკეთეები იქნება თქვენს ცხოვრებაში 25 წელს და რაღაცა ახალ გზაზეც სწახვალთ. რაღაცა ერთი ეტაპი დასრულდება და შეუდგებით ახალ გზას, ახალი ენთუზიაზმით ახსავსე, რაღაცა ისეთ დაიწყებთ, რაშიც არ ხართ საერთოდ გამოცდილი და აქ უკვე ტაროს რჩევა და გაფრთხილება იქნება, რომ აი ამ ახალ გზაზე ძალიან ბევრი რაღაცა არ გარისკოთ, ანუ თამასა ძალიან არ აწიოთ. შესაძლებელია ეს სიტყვაზე ეხებოდეს სტარტაპს ან ბიზნესის დაწყებას. ამ შემთხვევაში ტაროს რჩევა იქნება, რომ დიდი თანხა არ ჩადოთ, იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენ, ანუ ეს სიტყვაზე ეს ალეგორიული მაგალითია და პირობითი მაგალითია. სიტყვაზე ჩადოთ მხოლოდ გარისკოთ მხოლოდ იმ თანხით და ჩადოთ ამ ბიზნესში მხოლოდ მცირედი თანხა რაღაც ისეთი, რომელიც არ იქნება თქვენთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და არ იქნება დიდ რისკთან დაკავშირებული. იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაცა, რასაც დაიწყებთ და სადაც სწახვალთ, ეს ახალი გზა, ახალი პროექტი, ახალი ამბავი ისე კარგად არ დასრულდეს, როგორი მოლოდინებიც გექნებათ, ამიტომ ცადეთ, რომ ან ძალიან თანმიმდევრული, ძალიან მყარი საძირკველი ჩაუყაროთ თქვენ ამ ახალ საქმეს, ან შესაბამისად ძალიან დიდ იმედებს დაამყარებთ აი ამ ახალ ამბავთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობას, შეიძლება ეხებოდეს ბიზნესს, საქმიანობა, ნებისმიერ სფეროს, ნებისმიერ პროექტს. რაღაცა ისეთ იწყებთ 20-25 წელს, რაც აქამდე არასდროს არ გაგიკეთებიათ. და მოკლედ თუ არ ექნება აი ამ ყველაფერს მყარი საფუძველი, შესაძლებელია ძალიან უცბად მოვლენები თქვენ გარშემო სხვანაირად შეიცვალოს, ძალიან უცბად გქონდეთ ისეთი რეალობის წინაშე დადგეთ უცბად, რომელსაც არ ელოდებოდით და ამან ძალიან დიდი რყევები გამოიწვიოს თქვენში, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს გარდა რყევებისა და ცვლილებებისა და რაღაცები ხანდახან იმიტომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვისწავლოთ, დასკვნები გამოვიტანოთ და შემდგომში სხვანაირად მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში, ხომ? მოკლედ გისურვებთ დაფიქრებულ ინვესტიციებს, გისურვებთ დაფიქრებულ ნაბიჯებს, გისურვებთ ყველაფერი იმით დატკბობას, რაც ამ წელს მოგეცემათ. ესეთი საინტერესო წელი გქონდათ მშვილდოსნებს. დიდი მადლობა ყურებისათვის და დროებით გემშვიდობებით.